34 წელი გავიდა აფხაზეთის ომიდან, 18 წელი აგვისტოს ომიდან და ამ დღეებს დაემთხვა სწორედ რეჟიმის ახლებური რიტორიკა საერთოდ ოკუპაციასთან დაკავშირებით. მათ ოკუპაციას დაარქვეს რუსოფობია, ოკუპაციის სახელდებას დაარქვეს რუსოფობია და ვხედავთ ძალიან გაუმჭვირვალე პროცესს აფხაზეთში საწვავის გადატანის, რომელიც იფუთება რა ჰუმანიტარულ პროცესად, მაგრამ უფრო რაღაცა ჭრილოვანი ვაჭრობის სუნიკი ასდის. როგორ ხედავთ თელ ამ რიტორიკას, მოქმედებებს ამ აგვისტოს თვეში? ძალიან ძიმე იყო, ვფიქრობ, ყველასთვის, ვინც იცის სიმართლე ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაზე, გასულ დღეებში, გასული ეს რაღაცა ორკვირიანი მარათონი იყო, ხო, რაღაცა მორიგჯერზე მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი ახალი რაღაცა პროპაგანდის ესეთი შემოტევის ქართული ოცნების მხრიდან და ეს იყო ალბათ კიდევ ერთი ძალიან ნათელი გზავნილი უნდა იყოს იმასთან ერთად სხვათა შორის რაც ხდება მე ვგულისხმობ საწვავის შეტანას ჩემთვის ეს ყველაფერი არის კიდევ ერთი ძალიან ნათელი საბუთი იმის თუ რამდენად მცირე თავისუფლება აქვს საერთოდ ამ რეჟიმს დღეს რომ პოლიტიკა აწარმოოს თუნდაც ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ჩვენ სახელმწიფოსთან მიმართებაში და მათ შორის ამ თემასთან დაკავშირებით იმიტომ რომ თუ მე ბოლოდან მინდა დავიწყო და გამოვეხმაურო საწვავის თემას იმიტომ რომ რა თქმა უნდა რომ ჩვენ აბსოლუტურად არანაირი ასე ვთქვათ საფუძველი არ გვაქვს რომ ვიფიქროთ, რომ ეს არის რაიმე გარდა მორიგი რუსული დავალებისა, რომელიც მიიღო ივანიშვილის რეჟიმმა, რომ შეუმსუბუქოს გარკვეულწილად ის გამოწვევები, რომელიც დღეს არსებობს საწვავთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიებში, განსაკუთრებით ეხლა, როდესაც არის ცხელი სეზონი, ტურისტული და ასე შემდეგ. და მათ მე არ მგონია, რომ ჩვენ აქ საუბარი ვერ გვექნება რაიმე არჩევანზე, იმიტომ რომ დიდად არჩევანი მე არ მგონია რომ აქვს ივანიშვილს, როდესაც მას თხოვს რუსეთი რაიმეს გაკეთებას, რაიმე დავალების შესრულებას და მე ყოველ შემთხვევაში მაქვს ესეთი შთაბეჭდილება, რომ გაიცა მითითება, რომ მომხდარიყო რაღაც ხელშეწყობა ამ კრიზისის განმუხტვის და შესაბამისად ამუშავდა მექანიზმები საქართველოს მხრიდან. მე ვერ ვხედავ ეს როგორ არის რაიმე კავშირში ეგრეთ წოდებულ დობის აღდგენის რაღაცა ასე ვთქვათ პროცესებთან, იმიტომ რომ ჩვენ მათ შორის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ აი ყველა განცხადებებით, რაც ომის კონტექსტთან დაკავშირებით გაკეთდა გასული 2 კვირის მანძილზე, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მისცა ხელში რაღაცა დამატებითი არგუმენტები, ხო, საოკუპაციო რეჟიმს, იქნება ეს რუსეთის თმათი წარმომადგენლების საოკუპაციო რეგიონებში იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაამყარონ საკუთარი პროპაგანდა, რომელიც არის მიმართული ერთიანი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ადანაშაულებ 2008 წლის ომში საკუთარ ქვეყანას, როდესაც ჩვენ საუბრობ იმაზე, რომ რაღაცა კონკრეტული პრობლემა კი არ არსებობს, როგორც არის რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, არამედ არის რაღაცა არასწორად შექმნილი განწყობა რუსეთის მიმართ ჩვენს ქვეყანაში, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პირდაპირ ემსახურება რუსულ ინტერესებს. ჩვენ ასევე გასული 14 წლის მანძილზე მე არ ვიცი, შეიძლება მე შეიძლება თქვენ ჟურნალისტი ხართ, შეიძლება უკეთ გახსოვთ, არ მახსენდება არც ერთი ინიციატივა ქართული ოცნების მხრიდან, რომელიც უკავშირდება ნდობის აღდგენის მექანიზმებზე, არა თუ რაიმე შესრულებულ პროგრამას, არამედ თუნდაც სურვილს, ხო, გაცხადებულ სურვილს, რომ მსგავსი პროგრამა სადღეგრძელოებიც დორეზეც კი არ გვახსოვს. გაცხადებული რაღაცა. ამიტომ მე რა თქმა უნდა ესე ვაფასებ ამას, რომ მიცემული იქნა მითითება, ამით ეს მითითება უნდა შესრულებულიყო. ისევე როგორც პროპაგანდასთან დაკავშირებით, ჩემი აზრით ეს არის პირდაპირ რუსეთის მოთხოვნა, რომ უნდა შეიცვალოს ქვეყანაში განწყობები, იმიტომ რომ ძალიან რთულია დღეს ჩვენ ყოველ შემთხვევაში მე ამას ესე ვუყურებ, რომ დღევანდელი რეჟიმი, მმართველი რეჟიმი, ეს არის დამპყრობლური, ასე ვთქვათ, რეჟიმი, ხო? მათი წარმომადგენლები არიან, იმიტომ რომ ერთი წამით რო დავუშვათ რომ კობახიძე არ იყოს გვარად, არ ვიცი, დღევანდელი საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი და იყოს, არ ვიცი, ვინ სურკოვი. სურკოვი იყოს პირდაპირ, რა შეიძლებოდა გაეკეთებინა სხვა გარდა იმისა, რაც გააკეთა ამ ხელისუფლებამ, როდესაც ჩარაზა ევროპის კარი, როდესაც ქვეყანაში გააუქმა დემოკრატიული პროცესი, სრულ იზოლაციაში მოახდინა საქართველო საკუთარ სახელმწიფოს აბრალებს, მათ შორის ომის დაწყებას და შესაბამისად ფაქტიურად ქმნის საფუძვლს
საფუძველს დამოუკიდებლობის აღიარების გამართლებისთვის, საერთაშორისო მათ შორის სამართლებრივ კონტექსტში, ეხლა თავს ესხმის 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც მოითხოვს პირდაპირ რუსეთი უნდა დაუბრუნდეს სტატუს კვო ანტე პოზიციებს, ომამდე პოზიციებს და ამ ხელშეკრულებასაც უკვე თავს ესხმიან. ხვალ ალბათ მოითხოვენ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამაც დატოვოს საქართველოს, რომელიც ერთადერთი გარანტია უსაფრთხოების, რა შეიძლებოდა სხვა გაეკეთებინა, ვინმე სურყავს, რომ ის რო ყოფილიყო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ამიტომ მე ვთვლი, რომ ეს ხელისუფლება პირდაპირ ასრულებს რუსულ დავალებას და რუსეთს პრობლემა რაც რჩება ქვეყანაში, ეს არის არა ხელისუფლება, რომელიც აბსოლუტურად, ასე ვთქვათ, აყვანილი ყავს, ხო, ასრულებს ყველა მის დავალებას, არამედ საზოგადოება. საზოგადოება, რომელიც არ ეპუება რუსულ ოკუპაციას და როგორც ჩანს, ეს ახალი ნარატივები საზოგადოებრივ განწყობაზე ზეგავლენის მოხდენა, ეს არის უკვე შემდგომი ეტაპი, რომელსაც მათგან ითხოვს რუსეთი ძალიან ღიად, რომ საზოგადოებრივი აზრის ეს ხერხემალი გადატეხონ ეს ყველაფერი. აი ახსენეთ და ახსენეთ ახლა 12 აგვისტოს ის ჩარჩო, რომელმაც შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი შემოიტანა მნიშვნელოვანი ტერმინები მათ შორის და ამ ტერიტორიებს არ ყო ოკუპირებული ტერიტორიები. ჩვენ 34 წელზე ვლაპარაკობთ აფხაზეთის ომზე და მაშინ რა იგივე ხდებოდა, იგივე ხდებოდა არსებითად, მაგრამ მაშინ რუსეთმა ძალიან ირონიულად, მაგრამ მოახერხა, რომ ამ ომის კონფლიქტის დამთავრების მერე დაერქვა მშვიდობის მყოფელი. და 2008 წლის შემდგომ ქართული დიპლომატების მათ შორის და პრეზიდენტ სააკაშვილის მთელი პოლიტიკური კლასის დამსახურებით ეს ვერ მოხერხდა. ფაქტია, რომ ეს რუსეთს გაჩხერილი აქვს ხელში. ასევე არის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც მეთოდურად უტევენ. მეორე თვლის და ძალიან სამართლიანად, რომ ეხლა იტესტება ქართული საზოგადოება, როგორ გადაიტანს ამ ყველაფერს და შესაჩემოდგომოდ ჩვენ შეიძლება ველოდოთ იგივე კიდევ მორიგ საკითხს თავდაუსხმელობის რაც ხელშეკრულებებს სოხუმთან და ცხინვალთან, რაც დე ფაქტო ნიშნავს მათ აღიარებას როგორც დამოუკიდებელ საერთაშორისო სუბიექტებად. როგორ ხედავთ ამ რისკს და კიდევ ერთხელ დაუბრუნდები იმ საკითხს, რაც თავად ახსენეთ. ანუ ამის ერთადერთი წინაღობა არის საზოგადოებრივი აზრი. და საზოგადოებრივი აზრი გამოცხადდა თავისმოყრულ რუსოფობიად. ანუ ასე დაარქვეს. ეს ანტისაოკუპაციო ხედვა კი არ არის, ეს არის თავისმოყრული რუსოფობია. აი ეს შეჯახება აი ამ ორ რაღაცას შორის როგორც ჩანს გვიახლოვდება. მადლობთ ირაკლი, მოპასუხებ თქვენ შეკითხვას. ოღონდ ერთი რამ მინდა კიდე აუცილებლად ვახსენო, იმიტომ რომ ეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება არ არის ხელწამოსაკრავი თემა და ცოტა მინდა ერთი ასპექტი კიდე გავშალო ამისი, იმიტომ რომ აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ ჩვენ რაიმე ლეგიტიმური მიზეზი არ გვაქვს, რომ გავაკრიტიკოთ დასავლეთი სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. მათ შორის 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას რაც შეეხება, მე პირადად ძალიან ბევრჯერ საფუძვლიანად საჯაროთაც და კერძო შეხვედრებზეც გამიკრიტიკებია ჩვენი ევროპელი მეგობრები, იმიტომ რომ ამ შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფა ვერ მოხდა. ეს შეთანხმება არ სრულდება დღემდე და მათ შორის, ასე ვთქვათ, ის რაც მოხდა გასული წლების მანძილზე, როდესაც რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ შექმნა ახალი საერთაშორისო გარემო, ეს იყო სწორედ შესაძლებლობა ჩვენთვის, რომ გააქტიურება მომხდარიყო ამ თემის, რომ ეს ხელშეკრულება დღემდე არის შეუსრულებელი რუსეთის მხრიდან და მოექცეს ეს საკითხიც მოექცეს იმ ჩამონათვალში, ხო, სტრატეგიული საკითხების, რომლის დარეგულირებაც აუცილებელი იქნება დასავლეთის და რუსეთის ურთიერთობებში. ჩვენ რო დღეს ყავდეს ეროვნული ხელისუფლება, რომელიც რაღაც არ ვიცი, თუნდაც სამართლიანად პრეტენზიებს უყენებს დასავლეთს, სწორედ ამ თემაზე უნდა ვსაუბრობდეთ ჩვენ დღეს, რომ არ დაგავიწყდეთ ოკუპირებული ტერიტორიები, არ დაგავიწყდეთ შეუსრულებელი შეთანხმება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ევროკავშირის ეგიდით გაფორმებული შეთანხმება იყო და არა სარკოზის და მედვედევის, როგორც რუსები ეძახდნენ ამ შეთანხმებას, იმიტომ რომ სამართალ მემკვიდრე ამ შეთანხმების არის ევროკავშირი და შესაბამისად დღეს ჩვენ სწორად უნდა ვიცავდეთ ჩვენ ლეგიტიმურ უფლებას და ევროკავშირის ვალდებულებას, რომ უზრუნველყოფილი იყოს ამ შეთანხმების შესრულება, მაგრამ როდესაც ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელმაც
ვინ უნდა მოთხოვოს ამ შეთანხმების შესრულება. ეს არის პირველი ხელისუფლება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, რომელმაც ევროკავშირს თავზე გადაახია შეთანხმება, რომელსაც ხელი მოაწერა მიშელის შეთანხმებას გულისხმობ, ხელისუფლება, რომელიც არის პირდაპირ ანტიევროპული, ასე ვთქვათ, არა მხოლოდ რიტორიკით, არამედ პოლიტიკით დაკავებული და რა თქმა უნდა, რომ ამ ვითარებაში ჩვენ დავრჩით იმის ნაცვლად, რომ გაგვეძლიერებინა ჩვენი პოზიციები. დღეს საქართველოს ალბათ ესეც სუსტვით, ასე ვთქვათ, მოცემულობაში არასდროს არ ყოფილა. შეიძლება იყოს, ვთქვათ, გასული 35 წლის მანძილზე. ამიტომ თქვენ შეკითხვაზე რომ გადავიდე აქედან, თუ იქნება რაიმე მოთხოვნები მეორე მხრიდან, ვინ დაუპირისპირდება ამ მოთხოვნების შესრულებას და აქვს თუ არა ამ ხელისუფლებას რაიმე საერთოდ რესურსი, სურვილს რო თავი დავანებოთ, რა რესურსი შეიძლება ქონდეს, რომ უარი თქვას ამ მოთხოვნების შესრულებაზე. ეხლა რაც შეეხება ძალის არ გამოყენების ვალდებულებას, ეს ვალდებულება საქართველოს აქვს ორჯერ უკვე აღებული, მათ შორის ერთხელ აიღო საჯაროდ სააკაშვილის გამოსვლაში იქნა ეს გაცხადებული და არა მხოლოდ, მაგრამ ნებისმიერი შეთანხმების გაფორმება, რა თქმა უნდა, დე-ფაქტო მართველებთან ხო, საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებთან ეს უკვე სხვა სამართლებრივ სიბრტყეში გადავდივართ და ეს არის სწორედ ის, რაც უნდა რუსეთს. ეხლა მე თუ მკითხავთ, აქვს თუ არა ამ ხელისუფლებას რესურსი, რომ დაუპირისპირდეს რუსეთის დაკვეთას და მოთხოვნებს, მე ვერ ხედავ, რომ მას ეს რესურსი აქვს და მათ შორის, როდესაც ბევრი ადამიანი ასვავს კითხვას, რაში სჭირდებოდა ქართულ ოცნებას უარი განაცხადებინა ღიად ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე, ხო, რატო არ აგრძელებდნენ ხალხის მოტყუებას, როგორც ატყუებენ ყველაფერს სხვაში, რომ ჩვენ კი მივსდევთ ევროკავშირის დღის წესრიგს, რატომ მოუწიათ გამოსვლა და თქვა, რომ უარს ამბობენ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნაზე. მე მგონია, რომ ზუსტად იგივე მიზეზით, რომ ეს არის დაკვეთა რუსეთის და რუსეთის დაკვეთას ისინი დღეს ასრულებენ ყველა დაკვეთას, იმიტომ რომ არანაირი სხვა შესაძლებლობა მათ არ აქვთ, იმიტომ რომ ეს არის ხელისუფლება, რომელსაც მიაჩნია, რომ ყველაფერი, მათ შორის სახელმწიფო ინტერესები არაფერს არ წარმოადგენს, არის ერთადერთი ამოცანა, ეს ამოცანა არის ძალაუფლების შენარჩუნება. მათ მიაჩნიათ, რომ ძალაუფლების შენარჩუნება დღეს ეს არის, რომ შენ კრემლში, ასე ვთქვათ, იყო მოწონებული შენი, ასე ვთქვათ, პოლიტიკა იყოს მისაღები, რაც ნიშნავს მათი ინსტრუქტაჟის შესრულებას. და სანამ ეს ვითარება გაგრძელდება, ჩვენ ცხადია, რომ გავართ ამ საფრთხის წინაშე, რომ რუსეთის მოთხოვნები გახდეს სულ უფრო თავხედური, მოდი ესე ვთქვათ, და ამ მოთხოვნებს ვერაფერი ვერ დაუპირისპირდეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. რაც შეეხება საზოგადოებრივ წინააღმდეგობას, ჩვენ ახლა ერთი რამ უნდა ვაღიაროთ, ხო? ეს უნდა ვაღიაროთ, იმიტომ რომ პოტენციურ საფრთხეებზე როცა ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ სად ვართ. რა არის ჩვენი მდგომარეობა, ხო? ანუ რამდენად მზად ვართ ამ ყველაფრისთვის. ერთი რამ არის ფაქტი, რომ იმ რეპრესიული კანონმდებლობით და რეპრესიული ზომებით, რომელსაც ატარებს ხელისუფლება ხალხის წინააღმდეგ, მოდი ესე დავარქვათ, ხო, საკუთარი ხალხისთვის გამოცხადებული ომი, რომელიც ივანიშვილი უკვე მეორე წელიწადია ასე აქტიურად, ასე ვთქვათ, აწარმოებს, ამან ცხადია თავისი ზეგავლენა მოახდინა საზოგადოებაზე. ჩვენ თავი არ უნდა მოვიტყუოთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი განსხვავებაა იმ სამართლებრივ გარემოს შორის, რომელიც იყო 3 წლის წინ სიტყვაზე და რომელიც არის დღეს, თუნდაც პროტესტის გამოხატვას, რაც შეეხება. კრიტიკულ მომენტში, ხო, კრიტიკული მომენტი, როდესაც დადგება, იმიტომ რომ, ну, ეხლა ცხადია, მუდმივად ყველა ვერ იქნება, ასე ვთქვათ, ქუჩაში გამოსული, მუდმივად ყველა ვერ იქნება რაღაცა. არსად არ გამქრალა. ხო, განწყობა არსად არ გამქრალა. კრიტიკულ მომენტში მე ვფიქრობ, რომ დაიტესტება ამ პოლიტიკამ, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ომის წარმოების პოლიტიკამ, რომელიც ივანიშვილმა ასევე რუსეთის დაკვეთითაც და ინსტრუქციითაც აწარმოა გასული 2 წლის მანძილზე, რა შედეგი გამოიღო, ანუ ბრძოლის უნარიანობა რამდენად შეინარჩუნა საზოგადოებამ და მე ვფიქრობ, რომ დადგება ალბათ, რომ როდესაც ჩვენ მოგვიწევს, ასე ვთქვათ, პასუხის გაცემა ამ კითხვაზე და მე ყოველ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ განწყობა საბრძოლო განწყობაც, წინააღმდეგობაც, პროტესტიც, არათუ არსად არ წასულა, ვფიქრობ, რომ ის იზრდება ყოველდღიურად ამ რეჟიმის წინააღმდეგ და დადგება ის, რომ როდესაც ეს ყველაფერი უნდა ჩვენ, ასე ვთქვათ, ვაქციოთ მოქმედებად და ამ მოქმედებაში უნდა მოხდეს ხალხის ძალის დემონსტრაცია. ოღონდ ამას ყველაფერს სჭირდება ძალიან რაციონალურად მათ შორის მართვა,
ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ დიდი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ მე მგონია რომ მათ შორის არ უნდა შევქმნათ მე ამ შემთხვევაში გულისხმობ პოლიტიკურ ძალებს, პოლიტიკოსებს არ უნდა შევქმნათ ვითარება, როდესაც აი ამ საზოგადოებას, რომელიც მე დარწმუნებული ვარ, მოიკრიფავს ისევ ძალას ბრძოლისთვის, როცა ამის დრო მოვა, არ შევუქმნათ ფრუსტრაციის, ასე ვთქვათ, უმიზეზო ფრუსტრაციის რაიმე მოცემულობა. ამიტომ ძალიან ჭკვიანურად გვმართებს მოქმედება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, მე ამას ვხედავ, რომ ხალხის განწყობა მიუხედავად იმისა, რომ ეს განწყობა რაღაცა ვერ იქნება, ხო, მუდმივად რაღაცა ერთ მაღალ, ასე ვთქვათ, რაღაც დონეზე. ეს განწყობა მათ შორის იმ ვითარების გამო, რომელიც ზოგადად ქვეყანაშია შექმნილი, განწყობა პროტესტის წინააღმდეგობის არსად არ წასულა და დარწმუნებული ვარ, რომ აი კობახიძის უგვანო ანტიქართულმა ისტერიკამ, რომელსაც ჩვენ ორი კვირა ვუსმენთ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმძიმესი ისტორიული მოვლენების გახსენების ფონზე, მე დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი გააბრაზა. მეც დარწმუნებული ვარ მაგაში. მე მგონია რომ ამ პროპაგანდის ძალა ხშირად გაზვიადებულია და განსაკუთრებით ბოლო თვეებში ჩანს რომ მას კლანჭები მოუწვდა და მეტიც გახდა აბსურდული და იმის აბსურდულობა საქართველოს თითქმის ყველა მოქალაქემდე მივიდა. ერთ საკითხი მე აფხაზეთის თემით დავიწყე საუბარი და გუშინ ნიკა გვარამია იყო ჩვენთან სტუმრად, ამ თემაზე ვრცლად ისაუბრა და მე ვფიქრობ რომ ამ თემაზე ალბათ პოლიტიკოსებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა უფრო მეტი უნდა ისაუბრონ, სალმე თქვენ მინდა გკითხოთ, იცვლება უსაფრთხოების არქიტექტურა მთელ მსოფლიოში, ყოველ შემთხვევაში ბევრი რამ გაურკვეველია და შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურა მნიშვნელოვნად შეიცვლება ამ ომის დასრულების შედეგად. ამ ყველაფრის ფონზე რამდენად რეალისტურია ამ საკითხის მოგვარება, ამ მნიშვნელოვანი ეს არის მთავარი საკითხი საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის. და როგორ ხედავთ უშუალოდ მოგვარების გზებს ოკუპაციის დასრულების და ოკუპაციის შემდგომ რაც არის, ხო, ამ ახალი ქართული სახელმწიფოს შექმნის. ახალი ქართული სახელმწიფოს შექმნა არასწორი ტერმინია, უბრალოდ ახალი ქართულ და აფხაზურ ურთიერთობებში ახალი ნაბიჯის გადადგმის მიმართულებით. მადლობა ირაკლი, ჩვენ სხვა შორის სამწუხაროა ეს, რომ ამ თემაზე ეს თემა თითქოს მოიხსნა, ხო, რაღაცა პოლიტიკური დღის წესრიგიდან მე ხوار მეჩვენება, რომ გასული 14 წლის მანძილზე რაც ეს ხელისუფლება მართავს ჩვენს ქვეყანას, ფაქტიურად ერთის მხრივ არ არის არანაირი სახელმწიფო ხედვა კონფლიქტების დარეგულირების მიმართულებით და მეორეს მხრივ ის ერთადერთი გრძელვადიანი, ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრით ეს ერთადერთი გრძელვადიანი, ასე ვთქვათ, გამოსავალი, რაც ჩვენ შეიძლება რომ ამ შემთხვევაში შევთავაზოთ ჩვენს ქვეყანასაც და ჩვენს თანამოქალაქეებსაც ოკუპირებულ ტერიტორიებში, რაც არის თანამედროვე წარმატებული ევროპული სახელმწიფოს შექმნა და ამ სახელმწიფოს ფარგლებში მათთვისაც ღირსეული ცხოვრების ალტერნატივის შეთავაზება, ამაზე საუბარიც შეუძლებელი გახდა იმ თვალსაზრისით, რომ გასული 14 წლის მანძილზე საქართველოს სულ უფრო მეტად დაემსგავსა რაღაცა კიდევ უფრო ღარიბ ვერსიას რუსული პოლიტიკური სისტემის, ხო? ანუ შესათავაზებელი რაიმე, ასე ვთქვათ, უკეთესი ალტერნატივის ხედვასაც, ასე ვთქვათ, ვერ ქმნი იმ პირობებში, როდესაც აბსოლუტურად წარუმატებელ სახელმწიფოდ, ჩამოშლილ სახელმწიფოდ გადაიქეცი და ამას ემატება მათ შორის ის, რომ ხო მაგალითად არ ვიცი, ისეთი ისტორიული ამ თვალსაზრისითაც ისტორიული მნიშვნელობის პროექტი, როგორც იყო ანაკლიის პორტი, ფაქტიურად საკუთარი ხელით ჩაშალა ხელისუფლებამ და ნახოთ ახლა რა იქნება, რაღაც მე ცოტა ეჭვის თვალით ვუყურებ ამ პროექტის რეალიზაციას, მაგრამ გრძელვადიანად, თქვენ გითხართ ჩვენს ხედვაზე და გრძელვადიანად ცხადია, რომ არ არსებობს არანაირი სხვა ალტერნატივა გარდა იმისა, რომ ჩვენ შევქმნათ სივრცე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური სივრცე, რომელიც იქნება მიმზიდველი ალტერნატივა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ამის პარალელურად ცხადია, რომ უნდა მოხდეს ის, რაც არის ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი და რაც ჩემი აზრით ამ ეტაპზე ესე იკვეთება, რომ ეს იქნება ბუნებრივი გაგრძელება აი ამ აბსოლუტურად წარმოუდგენელი არ ვიცი, ავანტურის, რომელიც პუტინმა დაიწყო უკრაინაში, ეს იქნება რუსეთის დასუსტება. ანუ ერთის მხრივ რუსეთის დასუსტება, მეორეს მხრივ საქართველოს სახელმწიფოს გაძლიერება და გაძლიერება ჩვენი ინტეგრაციის დასავლურ სივრცეში, ეს არის საბოლოო ჯამში ის, რასაც ჩვენ
მივყავართ იმ პირობებამ, იმ ასე ვთქვათ, გარემომ და სადაც ჩვენ შეიძლება დავიწყოთ რეალური საუბარი, ყოველგვარი, ასე ვთქვათ, პირველ რიგში სწორად მშვიდობიანი გზებით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, მაგრამ ამას ჩემი აზრით ჩვენ რო აქამდე მივიდეთ, სჭირდება ორი რამ საქართველოში. ერთი ეს არის საქართველოში დემოკრატიული სისტემის აღდგენა, იმიტომ რომ შენ არ შეიძლება რომ ესაუბრო ვინმეს ოკუპირებულ ტერიტორიებში იმაზე, რომ მათი უფლებები იქნება დაცული სახელმწიფოში, სადაც ამ სახელმწიფოს მოქალაქეების უფლებებს არღვევს მისი ხელისუფლება. ხო, როგორ შეიძლება რომ დღეს სიტყვაზე ვთქვათ, ვინმემ აფხაზეთში დაიჯეროს, რომ საქართველოს სახელმწიფოში მისი უფლებები იქნება უკეთესად დაცული, როდესაც აი რაღაცა თვალსაზრისით ჩვენ უფრო რეპრესიული კანონმდებლობაც კი გვაქვს, ვიდრე მათ აქვთ მაგალითად აგენტების კანონთან დაკავშირებით, მე მგონი რაღაც ვიცი რომ ყოველ შემთხვევაში მანიფესტაციების შესახებ კანონი ამ შემთხვევაში ნამდვილად ეს არსებითად განსხვავდება იქ რუსეთთან შედარებითაც იქ. ანუ მე იმისი თქვა მინდა რომ არც ეკონომიკური, არც სამართლებრივი, არც ადამიანის უფლებების და არც პოლიტიკური თვალსაზრისით დღეს შენ ამ ხელისუფლების პირობებში ალტერნატივას ვერ ქმნი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ამიტომ ცხადია რომ ეს არის ძალიან ასე ვთქვათ ეს არის პროცესი, სადაც ჩვენ პირველ რიგში, მოდი ასე ვთქვათ, შენი სახლი უნდა გქონდეს მოწესრიგებული, რომ ამ სახლში ცხოვრება უნდოდეს სხვასაც და სამწუხაროდ ეს ჩვენი საერთო სახლი, რომელიც არის საქართველოს მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში სამწუხაროდ გასული 14 წლის მანძილზე ის ნაწილი, რომელსაც აკონტროლებს დღეს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, არათუ ვერ გახდა უფრო მიმზიდველი, არამედ ყოველდღიურად ხდება უფრო და უფრო სახიფათო საქართველოს მოქალაქეებისთვის და ამას აჩვენებს ჩვენი უზარმაზარი სტატისტიკა, შემაშფოთებელი სტატისტიკა იმის თუ რამდენი ადამიანი გარბის ამ ქვეყნიდან საცხოვრებლად. ამიტომ ცხადია, ჩვენ ამ თემებზე უნდა ვისაუბროთ. ცხადია, რომ ჩვენ ძალიან ბევრ რამეზე მოგვიწევს მათ შორის მტკივნეული საუბარი, წარსულთან დაკავშირებითაც და ამ დღეებში ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, რამდენად მტკივნეული იქნება ეს პროცესი წარსულზე საუბრის, მაგრამ ჩვენ ეს უნდა მოვახერხოთ და მე მგონია, რომ უნდა იყოს დისკუსიის თემა, გაცილებით უფრო მეტი დრო უნდა დავუთმოთ ამას, იმიტომ რომ პირველ რიგში ჩვენ არ უნდა დაგვეუძლეს, რომ 100.000 ადამიანი არის გამოძევებული საკუთარი სახლებიდან და ეს ხალხი ელოდება მათ შორის ხედვას, როგორ შეიძლება რომ ერთ დღეს დაბრუნდეს საკუთარ სახლებში და მეორე და ამით დავასრულებ ამ თემაზე. მე ძალიან მაშფოთებს ის, რომ ჩვენ იცით რა, მე ალბათ ვარ უკანასკნელი თაობა, რომელსაც ახსოვს ფიზიკურად სოხუმი და მე მახსოვს ჩვენ ყოველ ზაფხულს სოხუმში ვისვენებდით ის საფხული, როდესაც წავედით ესეთ ტრადიცია ქონდა, რომ ვერ ვშვიდობებოდით ზღვას შემდეგ წლამდე და ეს ძალიან დიდი ხნით დამშვიდობება აღმოჩნდა სოხუმთან. და მე ალბათ ვარ უკანასკნელი თაობა, რომელსაც ახსოვს, აი ფიზიკურად ახსოვს ეს ყველაფერი და ჩვენ ამიტომაც უნდა ძალიან ბევრი ვისაუბროთ ამაზე, იმიტომ რომ ახალმა თაობამ უნდა იცოდეს სიმართლე ისტორიაზე და ამ სიმართლით შეიარაღებული უნდა მოვემზადოთ მომავლისთვის, როდესაც მე დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებული ევროპული ქვეყანა, რომელსაც ჩვენ შევქმნით, იქნება მიმზიდველი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ყველგან და მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებში.